მოგესალმები ნინო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ეს მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიიდან და სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება შემდგომში საქართველოში უკვე მე-19 და მე-20 საუკუნეში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა, რომელთა პასუხისმგებლობაც არ იყო მხოლოდ წერა-კითხვის გავრცელება და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხიც სწორედ მათ უკავშირდებათ. ამ პერიოდისთვის რუსული გავლენით საქართველოში ქართული ენა იჩაგრებოდა, სკოლებში ქართული სიტყვა იშვიათად ისმოდა. ხალხის დიდი ნაწილი კი წერა-კითხვა საერთოდ ვერ ფლობდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა შექმნილიყო საზოგადოება, რომელიც ქართულ ხალხს განათლებას, წიგნს, ქართულ ამბანს და ეროვნულ თვითშეგნებას დაუბრუნებდა. ასე გადაიქცა 1879 წლის 15 მაისი ისტორიულ დღედ. თითქმის 150 წლის წინ სწორედ ამ დღეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი კრება. მოსაწვევი ხელმოწერილი იყო ორი დიდი ქართველის დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის მიერ. ამ დარბაზში იკრიბებოდნენ ადამიანები, მათ შორის რაფაელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები, რომელთაც კარგად ესმოდათ, რომ ერის იდენტობაზე საუბარი, განათლებას და წერა-კითხვის შემეცნებას უკავშირდებოდა. დღეს თანამედროვე რეალობაში საფრთხე სრულიად განსხვავებულია, თუმცა რეალურად მაინც არსებობს. ჩვენს ყოველდღიურ მეტყოლებაში სულ უფრო ხშირად ისმის ბარბარიზმები, ანუ უცხო სიტყვები, რომლებიც ქართულს ანაცვლებს. სტორი, ფეიქი, ლაივი, კონსუმერი სიტყვებია, რომლებიც ნელ-ნელა ქართულ ჟღერადობას გვაშორებს. აღარ მოგწონს მათი ქართული ვერსია და ეგრეთ წოდებული პრესტიჟული ენიდან ვეძებთ თარგმანს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე რამდენიმე წელია ტარდება ტერმინების კონკურსი. წელიწადში ორჯერ ქვეყნდება სიტყვების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც ქართული შესატყვისების მოფიქრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გამარჯვებულს ლექსიკოგრაფები გამოავლენენ ხოლმე და რეალურად ეს კონკურსი სწორედ ქართულ ენაში, ქართული სიტყვების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. დღეს გვინდა ვისაუბროთ ამ თემაზე სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად სალომე ჭიღლაძე, ლექსიკოგრაფიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგესალმები სალომე. თქვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს დღე, ვიცი, ჩვენ მომზადებული გვაქვს ასევე ფოტომასალაც ეს ისტორიული კადრები, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ამ საზოგადოებას წარმოადგენენ და საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს კიდეც შემონახული ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ საზოგადოების არსებობას, მათ მოღვაწეობას და ხო, რეალურად იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს ქართული ენა, ნამდვილად ამ მოძრაობის შედეგიც არის. თუმცა რა ხდება დღეს ჩვენს რეალობაში, სადაც ყველა ვსკროლავთ, ყველა ვიცით სიტყვა ფეიქი, შეარი, ლაიქი და როგორ უნდა დავუპირისპირდეთ, ან როგორ უნდა ვიცხოვროთ აი ამ პროცესში, ისე რომ ქართული ენაც შევინარჩუნოთ. დიახ, პირველ რიგში მიხარია რომ თქვენთან ვართ ან დღეს, განსაკუთრებით ამ დღეს სწორად აღნიშნეთ, დღეს ტექნოლოგიები და მეცნიერების სხვადასხვა დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება და ძალიან ბევრი ახალი ცნება ჩნდება ჩვენს ენაში, ასევე ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებთ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით და ზოგადად ინტერნეტ სივრცით და ძალიან დიდი ნაკადი შემოდის ამ ანგლიციზმებით. უფრო მეტად ეს ინგლისური ენის გავლენას ეხება დღესდღეობით, ეს ენის პრესტიჟი, რაც თქვენ ახსენეთ, ინგლისურ ენას აქვს დღეს და რას ნიშნავს აი პრესტიჟული ენა, ეს შაბლონური სიტყვათა თანწყობაა, რომელიც რეალურად სხვა ქვეტექსტს ატარებს, ხო და აი რას მოიცავს? ადრე მაგალითად აი უფრო მოდურია დღეს ინგლისური ენა, ადრე რაც რუსულ ენას ჰქონდა ზუსტად ეს ენის პრესტიჟი, დამპყრობელებს ხშირად აქვს ეს მომენტი, როდესაც საკუთარი ენის გავლენას ახდენს დამპყრობელ ერზე. მაშინ უბრალოდ ეს იყო იძულებითი, როგორც ყველამ ვიცით, ჩვენი ისტორიას თუ გადავაყრებთ თვალს, მაგრამ დღეს ეს ნებაყოფლობით ხდება. ჩვენ გვერდს ვერ აუღლით ამ განვითარებას, ტექნოლოგიურ განვითარებას, უბრალოდ ამის კვალ და კვალ უნდა მოხდეს მუშაობა ამ მიმართულებით, უნდა გაანალიზდეს ეს ცნებები, ეს სიტყვები და ესე უკონტროლოდ არ უნდა შემოდიოდეს, რა თქმა უნდა. თუმცა აქაც ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ, რადგან მე-20 საუკუნეში იყო ასეთი პერიოდი ქართული ტერმინის შემოქმედების ისტორიაში, როდესაც ყველა ასეთ შემოსულ ტერმინს აკართულებდნენ.
და ეს ნაწილი ამ ტერმინების არ დამკვიდრდა, იმიტომ რომ ის რაც ბუნებრივად შემოდის და გასაგებია საზოგადოებისთვის მის გონებაში ბუნებრივად ჩდება, ესეთი სიტყვები უნდა დარჩეს, რა თქმა უნდა. და ყველა ტერმინის თარგმნა ლინგვისტურადაც, როგორც ვიხდი, არ არის ხო გამართლეული პრაქტიკა, ანუ ყველაფერს ვერ ვთარგმნით. დიახ, ესეთი ყველა ენაში არსებობს სიტყვების რაღაც რაოდენობა, რაც ნასესხებია და ჩვენც გვაქვს ესეთი მაგალითად სარკმელს დღეს არავინ არ ვიყენებთ, ხომ? ვიყენებთ ფანჯარა, ოთახი, ჩანთა, ყველა ეს სიტყვა წარსულში ზუსტად ესეთი გზით შემოვიდა და დღეს ქართული ენის ნაწილია მიუხედავად იმისა, რომ არ არის ქართველური ძირის სიტყვა. თუმცა თუ სიტყვა არ არის ის ინგლისური სიტყვა არ არის ლექსიკალიზებული ქართულ ენაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება მას მოუფიქროთ ქართული შესატყვისი და ამის მაგალითებიც გვაქვს. მაგალითად ფეხბურთი, კალათბურთი, ვერტმფრენი, თვითმფრინავი ზუსტად ესეთი ხელოვნურად შექმნილი ტერმინებია, რაც ძალიან ბუნებრივად დამკვიდრდა და დღეს ისე ვიყენებთ ამ ტერმინებს, ალბათ წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ერთ დროს არ იყო ეს ქართული ენის ნაწილი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც საუბრობთ ქართული ენის დაცვაზე, ისტორიული პერსპექტივით, სრულად გასაგებია, რომ ეს იყო იძულებითი ფორმა და მაშინ, როდესაც რუსულად აღევლინებოდა მათ შორის ტაძრებში წირვა და განათლების მიღებაც მხოლოდ ამ ენაზე იყო შესაძლებელი, სხვა გავლენა ჰქონდა. დღეს არ აქვს ამას იძულებითი ფორმა და ეს ნებაყოფლობითია, თუმცა აი ამ ინტერნეტიზაციის პროცესში თითქოს უფრო უმართავი და უკონტროლო. ხშირად შევამჩნევთ, მე მქონია მაგალითად გამოცდილება, აი ორი თინეიჯერი ერთმანეთში ინგლისურად როგორ საუბრობს სხვადასხვა კვების ობიექტებში და ასე შემდეგ, ანუ მომისმენია ეს და აი რას ნიშნავს ეს რეალურად ენა დგება საფრთხის წინაშე, უბრალოდ ყველა ეპოქას ახლდა ასეთი რამე და ჩვეულებრივ უნდა მივიღოთ თუ რამე ფორმით უნდა შევეწინააღმდეგოთ? ეს ნამდვილად ყველა ენაში ხდება, ქართული ენა არ არის გამონაკლისი, ჩვეულებრივი პროცესია, უბრალოდ ალბათ პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ის, რომ ენა არ არის მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება, ამაში დევს ერის ისტორია, კულტურა, გამოცდილება, ტრადიციები და ენის დაცვით ჩვენი საზოგადოება იცავს საკუთარ იდენტობას, თუნდაც ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, როგორც აღნიშნეთ, აქ ხომ მათი მიზანი მხოლოდ განათლების გავრცელება არ იყო, აქ პატრიოტული გრძნობების გაღვიძება, ეროვნული გამოღვიძება იყო მათი მიზანი და ზუსტად ეს განათლება და ცოდნა, რასაც ისინი აზიარებდნენ, იყო მათი ძალა, რის გარშემოც შეიკრიბა ეს საზოგადოება და მათი საქმიანობა მიეძღვნა ამ საქმეს. დღესაც ძალიან აქტიურად დგას ამის საჭიროება, როგორც ხედავთ და ეს პროცესები სასურველია დაიწყოს სკოლაში, სკოლის მოსწავლებისგან. მე ხშირად მომისმენია, რომ უცხო ენის სწავლების დროს მათ სთხოვენ, რომ უცხო სიტყვები მოიძიონ ერთენოვან ლექსიკონებში. ასეთ დროს ისინი ხვდებიან ინგლისური ენის სიტყვის განმარტებას ინგლისურ ენაზე, ხო? იქ არ არის ქართული შესატყვისი მითითებული. და ქართულად საუბრის დროს მათ, რა თქმა უნდა, აზრად არ მოუვათ ის, რომ თქვათ სპიჩის ნაცვლად თქვან მოხსენება ან სიტყვით გამოსვლა. ეს უნდა აუხსნან სკოლის პედაგოგებმა, რომ ინგლისურ და ქართულ ენას შორის არ არის სწორხაზოვანი მიმართება, მათ შორის არის ასიმეტრია. და ამის გააზრებით ქართული არ არის, თქვათ, ლათინური ენების ჯგუფის ენა, რომელთანაც შეიძლება ინგლისურ ენასთან უფრო მარტივად მოხდეს, უმტკივნეულო იყოს ამ ტიპის კოლაბორაცია. სხვათა შორის, მსგავს გამოცდილება სკოლის პედაგოგებიდანაც ვიცი, აი სულ ახლახანს ერთ-ერთ სკოლაში რეპორტაჟზე მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ გაძლიერებულად უნდათ რომ დაიწყონ ქართული ლიტერატურის სწავლება იმ მიზეზის გამო, რომ შეამჩნიეს, რომ მათი სკოლის მოსწავლეები უკეთ სწავლობენ ინგლისურ ენაზე, მათ შორის სხვა საგნებს და ქართული ლიტერატურის ჩვენ ვიცით, რომ პროგრამა მოიცავს იგივე ჰაგიოგრაფიას და სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურას და გაგება უჭირთ, ვერ ახერხებენ ბავშვები საკუთარ ენაზე, რომ არა მარტო რთული ნაწარმოებები, ზოგადად ლიტერატურას გაეცნონ, ხო? და ამ ტიპის პრობლემებს თუ აწყდებით, თქვათ იგივე აი უნივერსიტეტში თუ არის დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან? დიახ, ზუსტად ეს პრობლემებია, იმიტომ რომ მხოლოდ საზოგადოებას ვერ დავაბრალებთ ამას, რომ ამათ არ უნდათ ქართული შესატყვისების გამოყენება. შესაბამისი სახელმძღვანელოებიც
მე როგორც ვიცი არ არსებობს, რაც ამაში დაეხმარება ამ სკოლის მოსწავლეს. მაგალითად, თუნდაც ისეთი სახელმძღვანელოები, რომელიც გულისხმობს სიტყვის სწორ კონტექსტში გამოყენებას. საწყის ეტაპზე, აი დაწყებით კლასებში ესეთი სახის სახელმძღვანელოები და თუნდაც ორენოვანი ლექსიკონები, ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონები ძალიან დაეხმარება, რომ მათ სასურველი სიტყვის ქართულ ეკვივალენტი მოიძიონ. და რა თქმა უნდა, მასწავლებლების როლი ძალიან დიდია და დაინტერესებაც უკვე შეინიშნება, იმიტომ რომ ნამდვილად ცდილობენ, აი სხვათა შორის სოციალურ ქსელებში ჩემი მჩნევია, რომ ცდილობენ ამ ანგლიციზმების გაქართულებას. აი თუ ადრე ამბობდნენ დამილაიქე პოსტი, მოიწონე პოსტი, გამომყევი ინსტაგრამზე, არის ესეთი ტენდენცია და ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, თუმცა საზოგადოების ჩართულობა და ყველა ჩართულობა ამაში მნიშვნელოვანია. ცოცხალი პროცესია, ენაცხო ცოცხალია. ვისაც გვაინტერესებს ხოლმე ასეთი თარგმანები, თინათინ მარგალიტაძეს, ფილოლოგიის მეცნიერება და დოქტორს, პროფესორს. ქალბატონი სალომეს პროფესორი. კი ბატონო, ამიტომაც ვახსენე კიდევ ჩვენს ეთერში, მას არაჩვეულებრივ ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო ბლოგი აქვს და გარკვეული პერიოდულობით საკმაოდ ხშირად გვაწვდის ხოლმე აი ამ ბარბარიზმების შესახებ ინფორმაციას და მე მომწონს ყველაზე მეტად ის, რომ ძალიან გამჭვირვალედ ხსნის პროცესს, როგორ პოულობს ქართულ შესატყვისებს იმ სიტყვების, რომელსაც აქტიურად ვიყენებ და აქტიურ მოხმარებაშია დღეს და როგორ გულწრფელად შეუძლია აღიაროს, როდესაც ქართული შესატყვისი ან არ არსებობს, ან არ ვარგა. და ჯობია შემოიჭრას და დაიმკვიდროს სახე ისეთად, როგორიც არის თქვა ლათინურ ენაში. მაგრამ ეს კვლევის პროცესი, აი ძალიან გამჭვირვალე ვლოგების სახით არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა ქალბატონ თინათის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანების სახელით, ვისაც აინტერესებს ასეთი ბარბარიზმებთან დაპირისპირებაში ქართული სიტყვების ძვირფასი წონა და ვფიქრობ, რომ არაერთი სპეციალისტის, ქართული ენის სპეციალისტის პასუხისგებლობა უნდა იყოს, რომ შეგვახსენოს ამ ფორმით, სადაც ვსკროლავთ, სადაც ყველაზე ხშირად ვუყურებთ ვიდეოს თუ ვკითხულობთ ტექსტს, ხშირად მოგვაწოდონ ასეთი ინფორმაციები. მადლობა ქალბატონ თინათის, მადლობა თქვენს პროფესორს. და ძალიან მნიშვნელოვანი წილი აქვს ჩემი აზრით იმ კონკურსაც, რომელსაც ატარებენ ილიაუნის ბაზაზე და ეს კონკურსი ხორას მოიცავს საინტერესოდ თქვენგან მე სიტყვების ჩამონათვალიც მაქვს, ვიცი რომ ორ ეტაპად ტარდება წლის განმავლობაში და რამდენიმე მაყურებელს შემიძლია წარუდგინო. მაგალითად, შემოთავაზებული სიტყვები იყო, რომლისთვისაც ქართული შესატყვისი უნდა მოეძებნათ კონკურსის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს, ვრაპი, ბოული, ტოპინგი და ქეშბექი და ეს რამდენიმე შესატყვისი ჩემს ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, მაგალითად ქეშბექი დანაბრუნის სახით შეგვიძლია გამოვიყენოთ, რამდენად დამკვიდრდება ქართულ ენაში, არ ვიცი, ალბათ პრაქტიკა გვიჩვენებს, თუმცა საინტერესო შესატყვისია, ლოგიკური და თითქოს და ბუნებრივად ჟღერს. ვრაპი შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვით ჩავანაცვლოთ ხვეულა. და ტოპინგი როგორც თავსართი და თავსართავი და ეს უკვე ხშირად მესმის მეც აი ბლოგერებისგან რომელიც კულინარიული მიმართულებით მუშაობენ თავსართავს იყენებენ ხოლმე და ალბათ დრო სჭირდება ხო ამ სიტყვების დაფუძნებასაც დრო სჭირდება თუმცა გამარჯვებული ტერმინების გამოვლენის დროს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ კონტექსტში როგორ ჩდება ეს ტერმინი მაგალითად დანაბრუნი რომ ახსენეთ აი კონტექსტში რომ ნახოთ თქვენ მიიღებთ 30%-იან დანაბრუნს თქვენს ანგარიშზე. თუ ეს კონტექსტში არ ჯდება, ან ცოტა სასაცილოდ ჯდება, ან ხელოვნურად ჯდება, ეს გამორიცხულია, რომ დამკვირვდეს, ან ადამიანის გონებაში დარჩეს. ეს შემთხვევები, რაც თქვენ ახსენეთ, ძალიან ბუნებრივად ჯდებოდა კონტექსტში. სწორედ ამ პრინციპით არჩევთ, ხო ალბათ გამარჯვებულს? ამ პრინციპით ვარჩევთ და დრო სჭირდება, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ამას უბრალოდ ვთავაზობთ საზოგადოებას და მე უკვე პროცესებს
მივენდობით და მათია დამოკიდებული რამდენად დამკვიდრდება. თუმცა ყველა შეუძლია ხელი შეუწყოს ამას. მაგალითად კომპანიებმა, როდესაც ასეთ აქციებს აცხადებენ ხოლმე, შეუძლიათ თქვენ რომ მიიღებთ დანაბრუნს და ასე უფრო გავრცელდება ეს სიტყვები და უფრო მარტივი იქნება. და ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კამპანია, რომელმაც ალბათ ჩემს რაღაც გარდატეხაც მოახდინა, ეს იყო წერე ქართულად სოციალურ ქსელში და ხო მას მერე არ ვიცი, შეიცვალა, სრულად შეიცვალა ქართული სოციალური სამყარო, იმიტომ რომ ადამიანები გადავიდნენ ქართულად წერაზე და ძალიან დიდი ესეც ერთ-ერთი კომპანიის ინიციატივა იყო, როგორც მახსოვს და ამიტომ ახსენე ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაა. სალომე, შემდეგი ეტაპი არის, ვიცი, გამოცხადებული კონკურსის და ახლა რა სიტყვებს თავაზობთ, რა თარგმანებს ელოდებით და ხო, როდის გამოვლინდება უკვე ეს სიტყვები გამარჯვებული? ძირითადად გამარჯვებულ ტერმინებს ვაცხადებთ ხოლმე, ვავლენთ ხოლმე 14 აპრილს ენის დღესთან დაკავშირებით და ეს მე-6 ტურის გამარჯვებულები უკვე გამოვავლინეთ აპრილში. ეხლა ახალი ტერმინები გვაქვს შემოთავაზებული, ეს არის AI, კონცერტ ვოშინგი, გრინ ვოშინგი, პრომპტი და AI მაინც უფრო აბრევიატურაა რა და უფრო მარტივი. აბრევიატურა, ეხლა მცდელობ ნახოთ რა შეიძლება რომ მოიფიქრენ თუ არა და ყოფილი შემთხვევები რომ საერთოდ არ გამოგვივლენია გამარჯვებული, მაგალითად შოპინგი შევთავაზეთ ერთხელ და ვერ მივიღეთ ისეთი სიტყვა, რასაც გამარჯვებული. უფრო სახალისო ტერმინები შემოგვიყვება. სამოსის შეძენა, ხო, ერთი სიტყვით ძალიან რთულია მეც. სამოსი შეიძლება სამოსი არის. ხო, აი სამოსთან ასოცირდება ჩემთვის და ამიტომ აი პირველი ეს გავახსენე. არ არის ალბათ მარტივი, ხო, ამის მოფიქრება. ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი ვერსია შემოვიდა და ძალიან ისეთი კრიტიკული საზოგადოება არსებობს ამ კუთხით, ამიტომ მოვერიდეთ გამარჯვებულის გამოვლენას. ნამდვილად არ იყო ისეთი ტერმინი, რაც ბუნებრივად ჩაჯდებოდა კონტექსტში და ამ მიმდინარე საკონკურსო სიტყვებისთვის უკვე შეუძლიათ მომხმარებლებს შემოგთავაზონ ტერმინები და გამოვავლენთ გამარჯვებულს დეკემბერში. ჩვენ აღნიშნავთ ხოლმე ლექსიკონის დღეს, დეკემბრის ბოლოს და თან რაღაც მოხსენებასავით ვაკეთებთ თუ რა გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სალომე ჭილღაძეს უსმენდით. ჩვენ ლექსიკოგრაფიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ვერსიები გველის კვლავ ამ სიტყვების.